მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. სტრასბურგის სასამართლომ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო და წერილობითი კომუნიკაცია წარადგინა. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აუცილებს. მათივე ცნობით საჩივარში საია დავობს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი არღოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ შემდეგ უფლებებს, გაერთიანების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს. სახელმწიფოს სასამართლოს მიერ ვადად 2026 წლის 21 ივლისი განესაზღვრა პოზიციის წარსადგენად, ხოლო ამის შემდეგ პროცედურის თანახმად საპასუხო წერილობით კომუნიკაციას მომჩივანი მხარე წარადგენს. საია როგორც მომჩივანთა წარმომადგენელი საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას დროდადრო მიაწვდის. აღნიშნულია ინფორმაციაში. დარწმუნებულები ვართ, თუ საქართველოში არა სტრასბურგის სასამართლოში აუცილებლად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებაც ჩვენ გვინდა რომ დადგეს. ასე ეხმაურება ადვოკატი დათა კუპრავა, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენსა და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას. ადვოკატის თქმით, თოშხუა და შერვაშიძე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ. მოსამართლე მისი განმარტებით არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებაზე, რასაც დაცვის მხარე თავისთავად არ და ვერ დავეთანხმებით. კანონით დადგენილ ვადაში ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ, განაცხადა კუპრავამ. ცნობისთვის, ყოფილი ფეხბურთელისა და ქართული ოცნების აქტივისტის ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაჩიძე სასამართლომ დაანაშავედ ცნო. მოსამართლე ელენე გოგუაძის განაჩენის მიხედვით თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაჩიძეს ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას 5 თვეში დატოვებენ, ვინაიდან 7 თვე არად პატიმრობაში იმყოფებიან. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებს. უწყების თანახმად დარჩიაშვილი ასევე დაინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. ილია დარჩიაშვილი 2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2017-21 წლებში პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, ნათქვამია ინფორმაციაში. დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ წარსულის მონაპოვარი, ის ნიშნავს ყოველდღიურ პასუხისმგებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას, ეროვნული ინტერესების დაცვას და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს განვითარების შესაძლებლობა. ამის შესახებ ლელოძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით 31 მარტი არის დღე, რომელმაც მკაფიო დაჩვენა ქართული ხალხის ნება ვიცხოვროთ დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის 1991 წლის რეფერენდუმი უდიდესი მოვლენა იყო. საზოგადოებამ ერთხმად დააფიქსირა არჩევანი ეცხოვრა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში. ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ეროვნული ღირსების, სიმამაცისა და მომავლის რწმენის გამოხატულება. სწორედ ამ ერთიანობამ შექმნა საფუძველი ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. საზოგადოების ნებამ განსაზღვრა ქვეყნის გზა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ, წერს კუპრაძე Facebook-ზე. არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ქართული ოცნების მიერ ინსპირირებული განცხადება, რომ ამას ამოეფაროს და შესაბამისად უარი თქვას ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი სახით დახმარებაზე ირანთან კონფლიქტის პერიოდში. ასე შეაფასა კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელმა თეიმურაზ პაპასქირმა საქართველოში ირანის ელჩის განცხადება. როგორც მან პალიტრა ნიუსის გადაცემაში დღის ნიუსრომი განაცხადება არადიპლომატიური ენით არის დაწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირანი საქართველოს ფაქტობრივად ომს უცხადებს. მისი განმარტებით ხელისუფლებამ ირანის ელჩი რომ დაიბაროს საზოგადოებისთვის მაინც უცნობი იქნება რას ეტყვიან დიპლომატს. თეიმურაზ პაპასქირის თქმით, დღეს ქართული ოცნება ირანის და რუსეთის მხარეს დგას. მისი თქმით გამორიცხულია, რომ საქართველო ირანში ომთან იქნას ჩათრეული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საქართველოს მთავრობას გამოეგზავნა 3 ორგანიზაციის და 3 ფიზიკური პირის საჩივარი, რომლებიც დაბობენ. თითქოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი არღვევს მათ უფლებებს. ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს განიხილავს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ძამაშვილი აღნიშნავს, პირდაპირ მითითებულია, რომ ვადები ექნება სახელმწიფო სტანდარტული. კერძოდ ივლისის ბოლომდე უპასუხებს სახელმწიფო ამ შეკითხვებს. ამასთან ბექა ძამაშვილი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება პრეცედენტული. ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს რეალობას, არამედ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სხვა ევროპულ სახელმწიფოებში მოქმედ რეგულაციებზეც.
2025 წლის მონაცემებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხება 379,947 ბავშვი, რომელთაგან 23,322 პირველად დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. ამასთან, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სიღარიბე ქვეყანაში კვლავ უმთავრესი გამოწვევაა. ამასთან დოკუმენტში საუბარია საპროტესტო აქციებზე და ასევე კანონმდებლობასთან დაკავშირებითაც. გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში 2025 წლის 26 ივნისს შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლოს ხდომების საჯაროობის პრინციპი და შესაბამისად მართლმსაჯულების საქვეყნაობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა აღნიშნულია ანგარიშში. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ომბუდსმენი ამახვილებს ყურადღებას, არის გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობები. თბილისის მერ კახაკალაძის განცხადებით დიდი დიღმისა და მეტროსადგურ დიდუბის დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4 კომპანიამ გამოთქვა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მერიის ხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობების შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ტრამვაის ხაზთან დაკავშირებით გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომელიც დასრულდა 31 მარტს. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოება ძალიან ელოდება ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ეტაპობრივად ყველაფერს გეტყვით, რა ეტაპზე ვიმყოფებით. უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობების შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. საკმაოდ დიდი დოკუმენტაცია არის, შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება. აქვე შეგახსენებთ დაგეგმილი ტრამვაის ხაზის ძირითად პარამეტრებს. ტრამვაის ხაზი იწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგური დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. განაცხადა კალაძემ. 4 აპრილს მიუსაფარი ცხოველების დასაცავად თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია დაანონსდა. კერძოდ 4 აპრილს 15 საათზე თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველები აქციას გამართავენ ლოზუნგით „არა მიუსაფრების გენოციდს, იყავი მიუსაფრების ხმა“. იმავე დღეს 15 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში ევროპის მოედანზე ლოზუნგით „არა მიუსაფარი ცხოველების გენოციდს“. ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიყავს სტერილიზებული აცრილი ცხოველები და შემდეგ პირვანდელ ადგილს აღარ აბრუნებს. შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 29 მარტს ჩატარდა. მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას. აქციის მონაწილეები ასევე პრემიერის მიერ ხელმოწერილი პუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელიც უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მიუსაფარი ძაღლები დასაძინებლად მიყავთ. მათივე განმარტებით მიუსაფარი ცხოველები შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით ის სერიოზულად განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გაყვანას მას შემდეგ, რაც ალიანსი ირანის წინააღმდეგ მის ომში არ ჩაერთო. ინფორმაციას ტელეგრაფი ავრცელებს. გამოცემის ცნობით ტრამპმა ალიანსს ქაღალდის ვეფხვი უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ალიანსიდან გასვლა გადახედვას არ ექვემდებარება. ვიტყოდი, რომ ეს გადახედვას არ ექვემდებარება ნატომ ვერასდროს გადამარწმუნა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი ქაღალდის ვეფხვი იყვნენ და პუტინმა სხვათა შორის ეს იცის. განუცხადა დონალდ ტრამპმა ტელეგრაფს. ლუცკში რუსების მიერ შაჰედებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. დარტყმების სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა რუსებმა გაანადგურეს საკვების საწყობები და ნოვაფოსტას ტერმინალი. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი შენობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რუსეთი ღამით თავს დაესხა დნიპროს, ჟიტომირის, პოლტავას, ოდესის, ხარკოვის და ხმელნიცკის ოლქებსაც და უკრაინის წინააღმდეგ საერთო ჯამში 329 დრონი, მათ შორის 200-მდე შაჰედის ტიპის დრონი გამოიყენა. რუსეთი გლობალური საფრთხეა და მის მიერ სიცოცხლისა და მშვიდობის უგულებელყოფა ხელს უშლის ნებისმიერ დიპლომატიას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ძალისხმევას სიცოცხლის დასაცავად და ყველასი, ვინც უზრუნველყოფს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებას. რაც უფრო მაღალია რუსული დრონებისა და რაკეტების მოგერიების მაჩვენებელი და რაც უფრო მაღალია შეზღუდვების პოტენციური მაჩვენებელი რუსულ ნავთობზე, ვაჭრობასა და წარმოებაზე, მით უფრო მალე იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და დამყარდება მშვიდობა, წერს ზელენსკი.
თბილისის მზადყოფნის შემთხვევაში რუსეთის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადაა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა. მზადვართან მიმართულებით იმდენად შორს წავიდეთ, რამდენადაც თბილისი ამისთვის მზად იქნება. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან მიუხედავად ცნობილი პოლიტიკური პრობლემების არსებობისა, თანმიმდევრულად განვითარდება იქ, სადაც ორივე მხარე ამისთვის მზად იქნება, სადაც ეს ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია, განაცხადა გალუზინმა. მისი თქმით, დღეს ეკონომიკური, სატრანსპორტო და ტურისტული კავშირები აქტიურად ვითარდება. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან თანამშრომლობს. ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა. "დიახ, ჩვენ კონტაქტს ვინარჩუნებთ", განაცხადა ნარიშკინმა ჟურნალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის აპასუხოდ. ამასთან მისი თქმით, რუსეთი ახლო აღმოსავლეთში კრიზისის მოსაგვარებლად რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან კონსულტაციებს მართავს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.